მარტივად არის აქ საქმე. მე ვფიქრობ, ახალს არაფერს ვიტყვი, ალბათ ამის შესახებ თქვენც მოგისმენიათ ამ დღეებში, თვითონ მეგობრებო და ბატონო ნიკოლოზ, ბატონო ლექსორო. აქ უცხოელმა პატრონებმა, აი ამ ეგრეთ წოდებული ჩვენი ოპოზიციისა, გადაწყვიტეს, რომ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ორი ფრონტით იმუშაონ. ანუ ხელისუფლების წინააღმდეგ ორი ფრონტი გახსნან. ერთი იქნება გახარია და ეს ხაზარაძე და მასთან დაკავშირებული ეს მედროვეები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ფულის კავშირით არიან, ერთ რო იტყვიან ბანაკში გაერთიანებული და მეორე ეს არის ეგრეთ წოდებული პროტესტანტები, ანუ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები. აი ფულთან დაკავშირებით ფულის გაერთიანებთ არიანო ის დღე გამახსენა, როდესაც ხაზარაძე დააკავეს, ერთ-ერთ ანუ ოჯახთან ერთად მომიწია სადილობა ერთ-ერთ რესტორანში რა და შემოვიდა ეს ლელოს ხალხი შემოვიდა მოკლედ გვარებს არ დავასახელებ და ისეთი ხიდი გამართეს, აი მეცინებოდა რომ მართლაც რა რომ ანუ თვითონაც კი მე მგონი უხაროდათ რომ ხაზარაძე რო დაიჭირეს რა ისეთი ხინი გამართეს ერთი 10 კაცი ეგრეთ წოდებული ცნობადი სახეები შემოვიდნენ და დააჯდნენ რესტორანში კაი გემრიელად იქეიფეს ალბათ მამუკა სადღეგრძელოს დალიეს და აი ესე ანუ მათი ერთობა ფარსია მაგის თქმა მინდა რა ხო რა თქმა უნდა ახლა არიან ფულის გამო არიან ერთად ჩვენ რომელიც ნეობაზე და რა აიდეებზე ვლაპარაკობ კაცი სკამის გადაჭრილი ფეხით დაძდებდა მერაბ კოსტავას 99 წლის 18 თებერვალს ეგ იცის ქვეყანამ, ეგ იცის მთელმა საქართველომ და მე გახლავართ ის კაცი აგერ თქვენი მონამორჩილი, რომელმაც ეს გაზეთ ასავლის ფურცლებზე გააჟღერა პირველად სხვათა შორის და ამის თაობაზე ჩვენ მქონდა მთელი ამბები და რა ვიცი, დიდი გაწევ-გამოწევა და სასამართლო პროცესები. მინდა გითხრათ, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ ამ საქმის თვითმხილველები, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ხელი დაადეს მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც მილიონები აქვს მიტაცებული და ქართველი პენსიონერები, ქართველი მიანაბრეები ყავს გატყავებული, მაგრამ აი ამ კაც ამისთვის პასუხი არ უგია. ეს ყველაფერი მან რო იტყვიან შეიხვილიფა. შეირჩინა ეგა. ყველაფერი. უფრო მეცაც გეტყვით, იყო ასეთი პიროვნება, ძალიან ძვირფასი კაცი, გვარად გახდათ ის ჭელიძე, სვანი კაცი იყო, თემრაზ ჭელიძე და მან პირდაპირ მითხრა, რომ როგორ გაძარცვა ის ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ და მერე ის კაცი წლების შემდეგ როგორ ესე იგი ბადრი ჯაფარიძეს როგორ შეხვდა მარჯანიშვილის უნივერმაღში, ცნობილ უნივერმაღში, რომელიც დღეს TBC ბანკის ცენტრალური ოფისია და მოკლედ იქ ძალიან ისეთი საუბარი შედგა მათ შორის. და შეშინებულმა ბადრი ჯაფარიძემ ხელები გაასავსავა, მე არაფერ შუაში ვარ, მამუკას ბრალია ყველაფერი. ანუ ერთმანეთს აბრალებდნენ. დღეს ის კაცი ახლა ცოცხალი არ არის და მე ვერანაირ საბუთს ვერ მოგიტანთ ის კაცი რას მელაპარაკებოდა ამის შესახებ. ანუ მე მტკიცებულება არ გამაჩნია, მაგრამ მეტი მტკიცებულება რაღა უნდა იყოს პროკურატურის თანამშრომლების 2 თვე და 3 თვე დადიოდნენ ჩვენთან რედაქციაში და ის პუბლიკაციები რაც კი აი ამ ხანდაზმული თაღლითების შესახებ ასავარ-დასავარში გამოქვეყნდა ნაწილ-ნაწილ აკრიფეს და აქსელოქსეს და წაიღეს პროკურატურაში და ერთმანეთს უკითხავენ ამას ძილის წინ თუ რა შვებიან მე არ ვიცი რა ისთვის დადიოდით იქ 2 კაცი შემოვიდო და გასტუკიანი ხალხის 3 კაცი მეშოკებით ჩაალაგებდნენ წავიდოდნენ კი მაგრამ რისთვის წაიღეთ ეს მასალები მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ და TBC ბანკის წინააღმდეგ ერთმანეთს უკითხავთ ამას ძილის წინ თუ რა იყო ეს რა საქციელი იყო ვერ გავიგე ამიტომ მე იმას ვამბობ რომ ესე იგი აქ ანუ სიტყვა გამიგზელდა მაგრამ ესე იგი ზნეობრივი რაღაცა ნიადაგი რო რაღაცა ხა ვინმე ზნეობის გამო რო აი მამუკა არის რაღაცა ზნეობის მწვერვალი და იმიტომ მიეახლა შორიდან რომ რაღაცა სხივი გადაედოს ზნეობრივი და ისიც გააუკეთესოს ეს გამორიცხულია არ არსებობს ეგეთი რაღაცები და უზნეოა მეორე თაღლითია ხალხი გაატყავა და ხანდაზმული თაღლითია თან ეს სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ იურისტები ბრძანდებით მესამე რა ეხა გახდა პოლიტიკოსი გახდა იმიტომ რომ ის მოპარული ასეული მილიონები მისი ქონება $1 მილიარდ წდება უძრავი და მოძრავი ქონება პასივები და აქტივები
მუნდა რომ ეს ქონება შეირჩინოს, რაც აქვს წაღებული შეირჩინოს რა, ერთ სიტყვით შეირგოს. ქალიშვილი არის და LGBT-ში გაუშვა და იქ რაღაცა აი ამ სოდომისტურ კინოფესტივალებში ააღებინა რაღაცა დიპლომი, ხო, იმიტომ რომ აი იქაც ესე იგი თავისი კუდი გადო და იქაც რო იტყვიან ის მეტასტაზით შეიერთა, ну ანუ ყველგან უნდა იყოს. აქეთ არის და ეს უნიჭო ეგრეთ წოდებული ტუალეტის მჟღაბნელები ყავს ვიღაცები რაღაც სისულელე ლექსებს რომ ბეჭდავენ და არის ერთი ვაიუშველებელი და ამბავი. აქეთ პრემია საბა, ну აქეთ მოისყიდა ვითომ ქართველი კლასიკოსები და ვიღაცას ფული გადაუხადა, ვიღაცას ფული გადმოუხადა, მაგრამ ამ საქმიდანაც არა გამოვიდა რა, როგორც ერთი დიდი პოეტი ამბობს. ну საბოლოო ჯამში რა არის ახლა ეს? საბოლოო ჯამში აქეთ წალენჯიხაში იყო ერთი არჩევნები ჩატარდა, ის საწოდავი გარდაიცვალა, ის ლოთი კაცი რო იყო ხარჩილავა. რაღაცა ის რო გახსნა რა ქვია. აცხონოს ღმერთმა კაცო, მაგრამ ასე იყო ის კაცი, იყო ალკოჰოლ დამოკიდებული, მე გახსნა ცალი ფეხის ხიდი გავხსენიო. ვერ ამბობდა ჯერ ისე ცალფეხო ხიდი ვეთქვა, ცალი ფეხის ხიდი გავხსენიო რა და რაღაცა აი სეტკები და ისინი ესე იგი თუ ვინმე გაივლიდა განსაკუთრებით წალენჯიხაში განსაკუთრებით სტუმრობდა მას ეს ანი ტიტლიძე დადიოდა ხშირად და არ ვიცი ის მე აი ხიდი იმის მე საერთოდ გალამას და ეს ანი ტიტლიძე ის ხიდი იყო იცით როგორი ხიდი არის ესე ბატონო ნიკოლო რო გაივსე ქვემოდა ყველაფერი ნახევარი წალენჯიხის 16-17 წლის ბიჭები დამწყრივებულები იყვნენ იმ ხიდის ქვეშ აი ესე გეუბნები აი ახლა ეგ არის მამუგა მე თქვა რომ ისაო მე თქვა რომ ახლა წალენჯიხაში მოვდივარო აქ ვიწყებ ბიზნესებსო აგის და ხალხი ეს წალენჯიხაში ახლა მე წალენჯიხელებს განსაკუთრებულ პატივცემ იმიტომ რომ ახლა წალენჯიხის სამეგრელო სულ სხვა სამეგრელოა ჩაიტანეს TBC ბანკის ერთი აპარატი ეს pay გადახდის pay-ის რო არის აპარატი ისიც გაფუჭდა არა კი არ გაფუჭდა ის საერთოდ მოიპარეს ხალხმა გეუბნები გამოშიგნეს ფიცლებით დანებით რა ვიცი ყველაფერი მე თქვა რომ ისაო მე თქვა რომ აუზი უნდა ავაშენო აი რაღაც აუზი მიიტანა იმისი ასლანიანი აუზი მიიტანა იქ ერთი ის არის რა ქვია ბელქანია არის იქ გამგებლის მოადგილე თამარ ბელქანია საპატრიარქოში მუშაობდა ეს ხალი დარბოდა ყოველდღე კროს 10 კილომეტრი რაღაცა ტანი უნდა დავიყენო აუზში ვიცურავო და ჩაიყვანა ბაღანყების საჭკუმპალაო აუზი რაღაცა გასაბერი აუზი მე რავი კამეჩმა ურქინა იმ აუზს თუ რაღაცა ჩაფუშა და ესე თაღლითი ტიპური თაღლითი რა ესე იგი და არ ვიცი ხა აი ამისგან რასელოდება ეს ხალხი ეხლა იძახიან წალენჯიხის გამგეობამ და რა ჩვენო პროტესტს უცხადებს ბოიკოტი არჩევნებს ესე იგი წალენჯიხის მერია უცხადებს ბოიკოტს არჩევნებს ესე იგი სახელმწიფო ხელისუფლება მე არ ვიცი ეს უკვე არის აჯანყებისკენ მოწოდება